ხელმოგესალმებით დღის ამბებს TV-პირველის გუნდთან ერთად ლუკა ხაჩიძე გიყვებათ. აფრიკის დასახლებაში 13 წლის ბიჭი, რომელიც ჯართის შესაგროვებლად წავიდა, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ველოსიპედი იმ თხრილთან აღმოაჩინეს, რომელშიც ბავშვი ჯართის ამოსატანად ჩავიდა. რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და არასრულწლოვანი მოიყოლა. 13 წლის გიგა ბაგაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყო. ძიმე ისტორიის დეტალები ნინო ელიკაშვილმა გაარკვია, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ლუკა, წინასწარი ინფორმაციით 13 წლის გიგა ბაგაშვილი აფრიკის დასახლებაში მდებარე ქაღალდების ქარხნის მიმდებარედ, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ერთ-ერთ თხრილში ჩავიდა ჯართის მოსაგროვებლად, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მოზარდი ქვეშ მოიყოლა. სწორედ ამ ტერიტორიაზე იპოვეს მისი ცხედარი, მისი იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რომლითაც გიგა ბაგაშვილი ბოლოს გადაადგილდებოდა. ასევე ამ ტერიტორიაზე იპოვეს ხელსაწყოები, რითაც მოზარდი ცდილობდა ჯართის მოგროვებას. როგორც მისი ახლობლები გვეუბნებიან, ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და მოზარდი ცდილობდა ამით ოჯახს დახმარებოდა. რა გახდა ოფიციალური მიზეზი მოზარდის გარდაცვალების, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მისი ცხედარი რამდენიმე საათის წინ უკვე გადაასვენეს საცხოვრებელ სახლში. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ვინ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს უცნობია მათთვის და ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. როგორც მითხრეს, ჯართის შესაგროვებლად იყო ეს 12 წლის ბავშვი და სხვა არაფერი არ ვიცი რა. აი იქით ბოლოში ნანგრევი ალბათ ნახეთ თქვენც, იქ ჩავიდა და იმის მერე არ უნახავთ რავი, საღამოს 8 საათამდე ალბათ დაახლოებით. ბავშვი აღმოაჩინეს 18 ეს მოხდა 18 იანვარს ეს ამბავი და 18 იანვარს საღამოს საათებში დაახლოებით 7-8-ისკენ აღმოაჩინეს. კამერაში მხოლოდ არის დაფიქსირებული ამ ბავშვის ჩამოვლა ველოსიპედი და აქ და იქით რომ მიდის, დანარჩენი არაფერი არ ჩანს რა. იმიტომ რომ კამერის ის ვერ წუდება იქ ბოლომდე, იქით აღარ ჩანს უკვე. განსაკუთრებით ღამე. ვიწურინო რაღაც რკინეულობას ეძებდა ჯარს და. რისთვის ეძებდა? რაღაც კვადროციკლის ყიდვა უნდა. მაგის გამო რაღაც ცოტა ოდენი თანხა მოგროვებული ქონდა და კიდე დამატება უნდა და ველოსიპედით ნახეს მე და ველოსიპედით იპოვეს რომ იქ იყო ჩაფლული. არაფერი არ შემოსაზღვრული არცა, გათხრილი იყო სადღაც 1-10 მეტრის სიგრძის და მიახლოებით 1-2 მეტრანახევარი სიღრმის და შიგნით ჩასულა. ან შიგნით რა უნდა ენახა საცოდავს. გამოთხარა და ალბათ როგორ ძირი გამოაცელა მოშავდა და შეგი მეტი არაფერი. აი თავრობასაც ავთხოვ და ყველას ავთხოვ, რომ აი ეს უსაფრთხოების ზომები დაიცვალა, ამის შემდეგ მაინც დაიცვალა. აი ეს დაუცველი ბავშვების რო კიდე რო ვინმეს ოჯახი რო აღარ გამწართეს. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. ეს არის 115 მუხლი, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 240 მუხლი, რომელიც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება. ამწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების წინააღმდეგ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალება. რამდენად საშიშია წითელა, როგორ ავადდებიან მისით და როგორ დავიცვათ თავი წითელათი დაავადებისაგან. ქეთი გოგუაძე მოისმინა რეკომენდაციები. მაღალი ტემპერატურა, ცხელება, ყელისა და თავის ტკივილი, გამონაყარი სახესა და ტანზე წითელას ტიპური სიმპტომებია. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც დაავადებულთან უშუალო კონტაქტითა და ჰაეროვანი გზით გადადის. თუ გაქვთ დაბალი იმუნიტეტი და არ გაქვთ გაკეთებული წითელას ვაქცინა, დაავადებით დაინფიცირების შანსი იზრდება. წითელას მწვავე გართულებების ახლავს თან, რამაც შესაძლოა სიკვდილიანობა გამოიწვიოს. უხშირეს შემთხვევაში წითელა გადაიტანება ყოველგვარი ვთქვათ გართულების გარეშე, მაგრამ დაახლოებით 20-25% შემთხვევებში ჩვენ გვაქვს გართულებები, მათ შორის სერიოზული გართულება შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ეს ყველაზე ხშირად არის პნევმონია, არის ყურის ანთება, ოტიტი, შეიძლება სმენის ნერვის
დაზიანება, რომელმაც სიყრუეც გამოიწვიოს და ყველაზე რთული გართულება ასევე ენცეფალიტი. საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება 2019 წლის იანვრის მონაცემებით ქვეყანაში წითელას 377 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია სამეგრელოსა და იმერეთში. ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანების 10% აუცრელია. სწორედ ადამიანთა ეს კატეგორიაა დაინფიცირების და დაავადების გავრცელების რისკის ჯგუფი. წითელას საწინააღმდეგო გეგმური აცრები ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში. არაგეგმიურად ნებისმიერ სხვა დროს. ვაქცინაცია დაუშვებელია ორსულებისთვის. დღევანდელი ამ 377 შემთხვევიდან დაახლოებით 54-56% შემთხვევებისა კონცენტრირებულია მოზრდილ ასაკში. ამიტომ მთავარი მოწოდებაა, რომ ადამიანები, ვისაც გამოტოვებული აქვთ აცრა, ანუ მშობლებისადმი არის ეს მოწოდება, რომ თავიანთი ბავშვების კალენდარი გადაამოწმონ. თუ ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, 1 და 5 წლის ასაკში მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრა. ასევე მოზრდილებში თუ არ ახსოვს ადამიანს აცრილია თუ არა, ან გადატანილი აქვს თუ არა წითელა, აუცილებელია მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრა. ორსულობის დროს წითელას განვითარება არის საშიში როგორც ქალბატონისთვის, ისე ნაყოფისთვის. ამიტომ ადამიანი ქალბატონი, ვინც აპირებს დაფეხმძიმებას, აუცილებელია გადაიმოწმოს თავისი სტატუსი. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამ დრომდე წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის უფასო გახდა. სამინისტროს ინფორმაციით მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმში შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან. სამედიცინო დაწესებულებების მისამართის გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც ხელი ხაზის საშუალებით, ასევე ინფორმაციით, რომელსაც მივარტით, სადაც შეიძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. წითელაზე აცრის ჩატარება ნებისმიერ მოქალაქეს პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში შეუძლია. პოლიკლინიკების ფილიალები დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აცრა უტარდება ყველა იმ პირს, ვისაც არ გადაუტანია წითელა ან არ გაუკეთებია წითელას ვაქცინაცია, ასევე იმ პირებს, ვისაც არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია აცრის გაკეთების ან დაავადების გადატანის შესახებ. საყურადღებოა ის პირები, ვისაც აქვთ ახლო კონტაქტი დაავადებულ ოჯახის წევრთან, ამიტომ ყველა ჯგუფისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის აცრა ჩატარდება უფასოდ. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომბინირებული წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინით ტარდება. ვაქცინის 2 დოზის მიღების შემთხვევაში ეფექტიანობა სულ მცირე 95%-ს შეადგენს. ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტის გამომუშავებას, რომელიც იცავს ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე. რაც შეეხება ადამიანებს, რომელთაც უკვე გამოუვლინდათ წითელას მახასიათებლები, მედიკოსების რეკომენდაციით პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყრით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კლინიკური დიაგნოზი ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დადასტურდეს. აფეთქებიდან მეოთხე დღეს კვლავ უცნობია, როდის დაუბრუნდებიან ავთანდილის ქუჩის 8 ნომრის მაცხოვრებლები საკუთარ სახლებს. აფეთქებული კორპუსი კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. სამხარაულის ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსი საცხოვრებლად. მათვე უნდა შეაფასონ მოსახლეობის ზარალიც, რომლებიც ყაზტრანსგაზის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. კომპანიის 2 ტექნიკოს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიების მტკიცებით აფეთქება მათი მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილად შესრულებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს დღეს ქაშვეთის ეკლესიაში იხსენებდნენ, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ვიხედეთ თუ არა აივანზე ეგდო მიცვალებული. შევედი იქით ხრიდან, ნუ უკვე ჩამოყავდათ აი ეს დასკრანებული ბავშვები და ხალხი გამორბოდა. სხერფლია, ოჯახი განადგურდა. ეს ყაზტრანსგაზის დაუდევრობით მოხდა ეს ყველაფერი. კვლავ იხსენებენ ტრაგედიიდან მეოთხე დღეს ავთანდილის 8 ნომერში მოსული დაზარალებულები 16 იანვრის ღამეზე გვიყვებიან. დღეს ისინი საკუთარ სახლებში მხოლოდ 9 საათით პირადი ნივთების დამასაღებად შევიდნენ და საცხოვრებელი კორპუსიდან სამაშველო ჯგუფებთან ერთად ჩანთებით ხელში დაბრუნდნენ.
იღებდნენ. ჯერ არ იციან, როდის დაბრუნდებიან დაზარალებულების სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რათა გაიკვეს, არის თუ არა აფეთქებული კორპუსის საცხოვრებლად ვარგისი. ავჯექი მანქანაში და გასაღების გადაწევას და ეს ყველაფერი დაიწყო. ჩატყდა უკანა შუშა, შემდეგ დაგვიცა მუაჯირი თავზე, აი თქვენც ხედავთ, აი სავარაუდოდ ბლოკი დაეცა, ან ჩვენ გადაგორჩინა იმან, რომ არ გადმოვიდეთ მანქანიდან. მე რომ ავიხედე ზევით, აი ეს აივანი, რომელიც ხათართ აღარ არის, საერთოდ აღარ იყო. გამოვიტან ჩვენი ნივთები, რაც ქონდა გამოსატანე, ჩემ ბინას რავი, ხა ერთ შეხედვით რაც დავათვალიერე გუშინ არაფერი არ ჭირს. აივნის კარებებია მოწყვეტილი. ჯერ ექსპერტიზამ დადოს თავის შედეგები და შემდეგ წავა სარემონტო სამუშაოები და შემოგვასახლებენ როცა გაკეთდება კორპუსი. ჩემი ბინა კი, კორპუსი, ნუ ეს მონუმენტები და საყრდენები არის იდეალურ მდგომარეობაში. Facebook-ს გვერდებზე ითხოვენ, ნუ ვინ გააქირავებს, ან ჩვენ მოძებნით და მერია დაგვაფინანსებს, რამდენი ხანის დაჭირდება კორპუსის რეაბილიტაცია. კორპუსი ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში დაიწყებენ დასუფთავება და რაღაცას, მაგრამ სანამ ის დასკვნა არ დაიდება, არამდე ძნელია. თავარია, რომ თვითონ ისინი, ვინც ანაზღაურებას გვერდება, რომ ისინი შეუშვათ. ყვითელი ლენტის მიღმა ისევ რჩებიან სამართალდამცველები და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ექსპერტიზის ბიურო დასკვნაზე 2 მდგრადობისა და ზარალის მიმართულებით მუშაობს. პარალელურად სამშენებლო კომპანია ელჯგუბი ყაზდრანსგასის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ხელს დაზარალებულებიც მოაწერენ. ტრანსგაზის ბრალეულობას ხედავთ ამ საქმეში? ბრალეულობს უპასუხისმგებლობას კონკრეტული თანამშრომელი. მე არ ვიცი, თანამშრომლები პროფესიონალები არ არიან, შეიძლება არიან კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ აქ საქმე ბოლომდე არ მიუყვანია. როგორც კი გამზადდება ეს ჩვენი მხრიდან ადვოკატთან ერთად კონკრეტული სარჩელი, ხელმომწერები ვიქნებით მეც და მათ შორის მთელი მოსახლეობა. დაზარალებულების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა დაწყებულია. საბურთალოს რაიონის გამგებელი პრიორიტეტად იმ ოჯახებს ასახელებს, რომლებშიც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. გაია ზვასაძე აღნიშნავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიღებისთანავე ავთანდილის 8 ნომერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაიწყო მუშაობა გუშინ მდგრადობასთან და ზარალის ანაზღაურების მიმართულებით და რამოდენიმე დღეში გექნება 10 ოფიციალური დასკვნა. ამ დასკვნის შემდეგ მოხდება ტერიტორიის დასუფთავება, კომუნიკაციების ნახვა და იმის შემდეგ დაიგეგმება უკვე გამაგრებითი ან სხვა სამუშაოები, რომელიც უნდა ჩატარდეს. ვფიქრობთ, რომ იმ ოჯახებს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ეს ოჯახები გადავიყვანოთ საცხოვრებელ სახლებში დროებით, სანამ ისინი არ დაბრუნდებიან თავის სახლში. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან პალატაში გადაიყვანეს აფეთქებისას დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე გარდაცვლილების მეგობრები, ოჯახის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ტაძარში ერთი ოჯახის 3 წევრია დასვენებული. ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და მეოთხე გარდაცვლილს კუკიის სასაფლაოზე ხვალდაკრძალავენ. ძალიან დიდი საშინელებაა და გამძლეობას ვუსურვებ პირველ რიგში მათი ოჯახის წევრებს და სრულად საქართველოს მოსამძივრები, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. 7 კლასიდან ერთად მოდიოდით ისტორიის მასწავლებელი იყო 7 კლასიდან. როგორი პედაგოგი იყო, როგორ გაიხსენა? არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, პიროვნება. ძალიან დიდი მწუხარება განვიცადე. მე მაგალითად მთელი 2 დღე ქონებაზე არ ვიყავი. მთელი გულით ვიზიარებ მწუხარებას არა მარტო ოჯახის, არამედ მთელ საქართველოს. ყაზდრანსგაზის 2 დაკავებულ ტექნიკოს თორნიკე ტატიშვილსა და ვაზილ მამადიანს ბრალი უკვე წარუდგინეს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას მათი უფლებადამცველიც ესწრებოდა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. წარდგინათ ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებს 220 მუხლის პრიმა 220 მუხლით. რაც ითვალისწინებს გულგრილობა. არ დაკითხულა არც ერთი ბრალდებული, არ ცნობენ თავს დამნაშავედ. ეს ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთ. ვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იქნას გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული. 16 იანვარს დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, დაშავდა 8 ადამიანი. აფეთქების გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი აშენდება. კომპანია, რომელიც კომპლექსის აშენებას ვაკის პარკში გეგმავს, ქალაქ თბილისის მერს და ვაკის პარკის დამცველებს პასუხობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ სასამართლოს სამივე ინსტანცია მოიგეს და შესაბამისად უფლება აქვთ ვაკის პარკში სასტუმრო ააშენონ. კომპანია ვაკის პარკის დამცველებს მოუწოდებს დაემორჩილონ კანონს. კომპანიის მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებული სასტუმრო პარკს ზიანს არ აყენებს. საპასუხოდ მერიაში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ნახეთ თათია თუმანიშვილის სიუჟეტი. მას არ დაუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი დედაქალაქის ის ხიბლის მომხიბლელობა და არ მივცეთ ქალაქის გაუბედურების შესაძლებლობა. ეს განცხადება თბილისის მერმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კახაკალაძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს. ასეთი უნდა იყოს სასტუმრო ბუდაპეშტი, რომლის მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა. სასტუმროს მშენებლობა კი 2013 წელს დაიწყო. მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო და მშენებლობა მალევე შეჩერდა. ქალაქის მერს სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელმა დღეს უპასუხა. გოგი ზაქაიძე ამბობს, რომ კალაძის განცხადების მიუხედავად სასტუმრო კანონის დაცვით მაინც აშენდება. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენ გვეკუთვნის მშენებლობის ნებართვა, რომელიც შევიძინეთ მიწის ნაკვეთთან ერთად. 5 წლის განმავლობაში არავინ არ შეგვქმიანებია, არც ერთ სახელმწიფო არ გამოჩენილა ჩვენთან. უბრალოდ ერთადერთი გამოჩნდნენ და გვეუბნებიან, რომ მე შენ ამას წაგართმე. ჩვენ ავაშენებთ მაგას, მაინც ავაშენებთ. ჩვენ გვეკუთვნის მან დაშენება და გვაქვს ყველანაირი უფლება, რომ ეს ავაშენოთ. 2013 წლიდან მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა სასტუმროს მშენებლობას აქტიურად აპროტესტებს. მოძრაობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვას ვადა უკვე გაუვიდა. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიას მშენებლობის გასაახლებლად მერიის ახალი ნებართვა სჭირდება. ფერაძე ფიქრობს, რომ ქალაქის მთავრობას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს: შესთავაზოს ინვესტორს ადგილმონაცვლეობა ან გამოისყიდოს ადგილი. მშენებლობას დღეს ვადა აქვს სრულიად გასული და აქ თუ კი შემოვა მშენებელი, ამას სჭირდება მერიისგან ახალი ნებართვა. ვიგივეს მასხარაობენ, როგორც ჩვევიათ, რომ ჩვენ გვჭირდება მოქალაქეების ჩართულობა, რა მოქალაქეების ჩართულობა, მოქალაქეების დაცული არის პარკი და მოქალაქეები ისევ აუცილებლად დავიცავთ ამ პარკს. მერია თუ კიდე გაბედავს და კიდე გასცემს აქ მშენებლობის ნებართვას, მერიას აქვს ორი ალტერნატივა. ერთი არის, რომ ადგილმონაცვლეობა შესთავაზოს ინვესტორს და მეორე არის, რომ გამოისყიდოს ეს ადგილი მიზანშეწონილ თასად, რა თქმა უნდა. ახლა ინვესტორმაც არ უნდა მოითხოვოს გადაჭარბებული თანხა. მერის გუშინდელ განცხადებაზე დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთება მის მოადგილეს მოუწია. კითხვაზე შესთავაზებს თუ არა მერია ინვესტორს ალტერნატიულ ადგილს მაია ბითაძემ ასე გვიპასუხა. პირველ რიგში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებებს გავმართავთ მესაკუთრეებთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკითხი გადაწყდება ქალაქის სასიკეთოდ ისე, რომ სასამართლოს განჩინებაც და კერძო მესაკუთრეს ინტერესებიც იქნება დაცული. აშენდება თუ არა სასტუმრო ვაკის პარკში უცნობია. ეს თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც საზოგადოებისგან გვერდში დგომას ითხოვს. სუსის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, ის 2016 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა. სუსის უფროსის მოადგილედ კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა 2015-2017 წლებში. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ აუდიტი სადამსჯელო ორგანოდ გადაიქცა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ავიწროვებს. აუდიტი ევროპულ საქართველოს მოძრაობა თავისუფალი საქართველოს მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენებას ედავება, რისთვისაც გაწეულმა ხარჯმა 51,727 ლარი შეადგინა. სახელმწიფო უწყება ევროპულ საქართველოს 103,474 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. აუდიტის ანგარიშში ნაციონალური მოძრაობაც მოხდა. ქრისტიან კონსერვატორული პარტიის მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენების გამო აუდიტმა ოქმი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შეადგინა და შესაბამისად პარტიის დაჯარიმება 13,440 ლარით მოითხოვა. პარტია ქართული ოცნება კი შესაძლოა 199,170 ლარით დაჯარიმდეს. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სოციალურ ქსელ Facebook-ში განთავსებული სააგიტაციო პოსტებია. დაჯარიმების შუამდგომლობით სასამართლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლო
მართლომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კამპანიის დროს დაბეჭდილი ფლაიერები უკანონო შემოწირულობად მიიჩნია. პარტია 30,590 ლარით დაჯარიმდა. პარტიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. აუდიტის სამსახური, ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფო გადასულია პოლიტიკურ დევნაზე და მეც არაფერზე. მათ არ შეიმჩნიეს აშკარა მოსყიდვა ამ მომრჩევლის, როდესაც გამოცხადა და ვალების ჩამოწერა, არ შეიმჩნიეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მთელ კამპანიას აფინანსებდა პირდაპირ და ირიბად ქართული ოცნება, არ შეიმჩნიეს ის, რომ ქართული ოცნების შემომწირველები იყვნენ ქალბატონი სალომეს შემომწირველები და ამავე დროს იგებდნენ ტენდერებს და რატომღაც შეიმჩნიეს ის ფაქტი, რომ ევროპული საქართველო იყენებდა ჩვენი პარტნიორი პარტიის ოფისებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამას შეგუებას, ჩვენ გავასაჩივრებთ ამას სასამართლოში. აუდიტის სამსახური არის ჩვეულებრივი გაგრძელება პროკურატურის, ჩვეულებრივი გაგრძელება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ნაცვლად იმისა, რომ არნახული დარღვევები გამოიძიონ, არნახულ დარღვევებზე აიმაღლონ ხმა მათ, როგორც თევზს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული იმ თემებზე, რომელიც ეხება უშუალოდ ზურაბიშვილის შემოწირულობებს, იმ თემებზე, რომელიც უშუალოდ ეხება მთავრობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. უშუალოდ ბახტაძე არის დასაბარებელი აუდიტის სამსახურში და შემდეგ პროკურატურაში იმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის, რაც მაგალითად ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მათ განახორციელეს. ყველა საკითხი იქნება სასამართლოში გასაჩივრებული, ბუნებრივია. ამბიონიდან გაკეთებული განცხადებები სასულიერო პირებში კვლავ განხილვის თემაა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონის ბრალდებებს დღეს ქადაგებისას არ გამოხმაურებია, თუმცა ქადაგების დასრულების შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა. მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას მეუფე პეტრე ტელეპირველის ეთერში გაკეთებული განცხადების გამო მწვავედ ჰომოფობიური ლექსიკით გააკრიტიკა. მეუფე პეტრემ კი საეკლესიო სასამართლო მოითხოვა. მეუფეს მე ვფიქრობ, რომ ამომწურავად, ესე იგი, ჩემი გულის ტკივილი, ჩემს წერილობით მიმართვაში დაუფიქსირე და როგორც წერილში, რომ იმედია, რომ ეს წვენი არ იქნება უარყოფილი მისი მხრიდან და შეურაცხყოფილი და იმედი მაქვს, რომ ეს გულის ტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზასაზედა და ეკალბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოიღოს ამ ხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ესე მოხდება. მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული ნათლისღება აღნიშნა. წყლის კურთხევა დღეს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ბრევს ქადაგებით სამების საკათედრო ტაძარში მიმართა ილია მეორემ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნათლისღება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა. დღეს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში სასულიერო პირებთან ერთად წყალი აკურთხა, რის შემდეგაც ნათლისღების და ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკლესიის სწავლებით ნათლისღების წყალი უხრწნელია და კურნების ძალა აქვს. ეს არის განსაკუთრებული დღე. განიზრდება ცადა ქვეყანა, დღეს ხარობს ზეცა და მიწა, ნაკურთხი წყალი, ეს არის დიდი სიწმინდე, მთელი წლის განმავლობაში ნაკურთხი წყალი უნდა ჰქონდეთ სახლში, უნდა ასხუროთ სახლი, ეზო, ქუჩები. სრულიად საქართველოს მიულოცავთ დღევანდელ დღეს, უფალი ფარავდეს და წყალობდეს თელ საქართველოს. მიულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, გქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და ყველაფერი სიკეთე. ნათლისღების დღესასწაული დიდი ქრისტიანული საიდუმლოებებიდან ერთ-ერთია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. საუკუნეების ტრადიცია ქალაქ იორდანეში არც დღეს დაარღვიეს. მორწმუნეები მაცხოვრის მსგავსად მდინარე იორდანეში ჩავიდნენ და ნათლობა მიიღეს. მსგავსი რიტუალი ჩაატარეს საქართველოს რეგიონებშიც. სასულიერო პირებმა დღეს მრავალი ადამიანი მონათლეს, მდინარეები აკურთხეს და მრევლი დალოცეს. ორწეული ტრადიცია მთელ საქართველოს, სრულიად საქართველოს ულოცავ ქრისტიანულ
დღესასწაული. წყალში განბანვის ძველი ტრადიცია ყოფილიყო სულიერი ამაღლების და ცოდვათა განწმენდის საფუძველი და ღმერთად შეგვაყვაროს ქრისტე ღმერთი და ქრისტე ღმერთანი და ჩვენი სამშობლო. ამ დღეს ნათლიები და ნათლულები ერთმანეთს განსაკუთრებით ულოცავენ. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება, სადაც ილია მეორე 630-ზე მეტ ბავშვს მონათლობს. საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია დღეს მეათედ გაიმართა. აქტივისტები პარიზის ქუჩებში გავიდნენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა ემანუელ მაკრონის გადადგომა. ყვითელჟილეტიანების აქციები ნოემბრის შუა რიცხვებიდან არ წყდება. თავდაპირველად დემონსტრანტები საწვავზე ფასების ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ. შემდეგ კი მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. მექსიკაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ათეულობით დაშავებული კვლავ საავადმყოფოში რჩება. წინასწარი ინფორმაციით იდალგო შტატში აფეთქება იმის გამო მოხდა, რომ ნავთობსადენიდან რამდენიმე ადამიანი ნავთობის მოპარვას ცდილობდა. მოხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ზამთარში კობი გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემთხვევაში დამსვენებლები კობი გუდაურის საბაგიროთის სარგებლობას შეძლებენ. საბაგირო დღეს პრემიერმა გახსნა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ პროექტს საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობისთვის. 2023 წელს კი დასრულდება კობი გუდაურის დამაკავშირებელი 9 კილომეტრიანი გვირაბის პროექტი. გუდაური წელს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით. რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის გუდაურის უცქერთ ახლა ეს არის სამყარო. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.